მოგესალმებით მეგობრებო, მოკლე ვიდეოს სახით დღეს მე მინდა გამვიხილო 308 ვინჩესტერის და 300 ვინჩესტერ მაგნუმის კომპენსატორი, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო მაღალხარისხიანი ბრენდის MDT-ს კომპენსატორი. Მწარმოებელი იუწყება, რომ 308 კალიბრზე ეს კომპენსატორი ამცირებს დაახლოებით 77%-მდე უკუცემას. ქარხნის შეფუთვა გამოიყურება ასე, მოდით ახლა დავათვალიეროთ შიგნიდან. ესე იგი, კომპენსატორი გამოიყურება ვიზუალურად ასე. ამ კომპენსატორის შესახებ არ არის ბევრი ვიდეო განხილვა, ამიტომ ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა თქვენთვის და გადავწყვიტე, რომ ჩამეწერა ეს ვიდეო და განვიხილოთ ერთად. ვიზუალურად ეს კომპენსატორი არ არის ნამდვილად პატარა, საკმაოდ დიდი კომპენსატორი არის. იდეაში ეს ჩამოვიტანე 300 ვინჩესტერ მაგნუმის კალიბრისთვის ვარმიტის ლულაზე. ახლა რა უპირატესობები აქვს ამ კომპენსატორს, იმაზე ვისაუბროთ. გარედან აწერია 308 კალიბრი, მაგრამ ჩვეულებრივად მიდის 300 ვინჩესტერ მაგნუმზე. ასე ამბობს წარმოებელი. ესე იგი, კომპენსატორის უპირატესობა ის არის, რომ აქვს თვით დაჭერადი, ასე ვთქვათ, ვოლტი, რომელიც შეგვიძლია გადაუჭიროთ მას შემდეგ, რაც ლულაზე დავამაგრებთ შიდა ხრახს, ასე დავუჭერთ და შემდეგ ამითი უფრო მეტად გავამყარებთ უკან დატრიალების იარაღზე გასწორების შემდეგ. TKT3X Super Warmit-ზე დღეს პირველად დავაყენე MDT-ს კომპენსატორი, რომელიც არის საკმაოდ მაღალი ხარისხი და არის 4 არხიანი და ზედამხარეს აქვს აირების გამოსადევნი ადგილის რეგულირების წერტილები. ახლა მე მაქვს მაქსიმალურზე დაყენებული ეს კომპენსატორი ქარხნული მონაცემებით 67%-მდე აკლებს უკუცემას იარაღს და დღეს ამასაც შევამოწმებ. ზოგადად MDT საკმაოდ ხარისხიან პროდუქციას აწარმოებს და აქედან გამომდინარე ამ კომპენსატორის ფასიც არ არის იაფი. სიმართლე გითხრათ, ამ კომპენსატორის მისაღებად საკმაოდ რთული გზები გამოვიარე, რომ ჩემამდე მოსულიყო და არ ყოფილა მარტივი ამის ჩემამდე მოსვლა. დღეისათვის სულ ეს იყო. მეტი საინტერესო ვიდეოს სანახავად გთხოვთ გამოიწეროთ და თვალი ადევნოთ ჩემს არხს. მე კი შევეცდები სხვა ვიდეოებით შემოგთავაზოთ იარაღთან და მასთან დაკავშირებულ ნაწილებთან მიმართებაში, ასევე როგორც იარაღთან, სანადირო საკითხებთან დაკავშირებით. მადლობა ყურადღებისთვის.